ეს თარიღი რა თქმა უნდა ჩვენს მეხსიერებაში ისედაც იყო, უბრალოდ ამის ფორმალიზება მოახდინეთ 2010 წელს. ისე როგორც სამწუხაროდ არ აღინიშნება იმდენად 23 აგვისტო, რომელიც არის ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე, 23 აგვისტოს, როგორც ცნობილია, ხელი მოეწერა ჰიტლერ-სტალინის პაქტს, სხვა თემაა, სხვა დროს ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ამ თემაზე, მაგრამ დავუბრუნდეთ 25 თებერვალს, კი ეს არ არის რაღაც ელენე აბსოლუტურად მართალია, რაღაც უბრალოდ ისტორიული ინტერესის საგანი ჩვენთვის, ეს არის უმწვავესი ეგზისტენციურ თემებთან გადაჯაჭვული თემა და ისიც მართალია, რომ ჩვენ განსაკუთრებით წელს მომსწრენი გავხდით სრულიად სამარცხვინო კამპანიისა, რომელიც ერთ-ერთზე იმეორებს საბჭოთა პროპაგანდას, რუსულ პროპაგანდას, რომელიც ერთ-ერთი ღერძი, ასე ვთქვათ, არის მსხვერპლის დაკნინება. რომ ეს მსხვერპლი, რომელიც თავისუფლებისთვის ამ ეპიზოდში ჩვენი ისტორიისა ბრძოლაში გაიღო ჩვენმა ქვეყანამ, არის ფუჭი. რომ ამავე დროს ეს მსხვერპლი არის ესე იგი მსხვერპლის ბრალი. და ფაქტიურად სიტყვასიტყვით იმეორებდნენ ერთ-ერთი როგორც მაშინ ამბობდა კოლაბორაციონისტი საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთი ფიგურა მამია ორახელაშვილი რო ჩავიხედე ანუ იმ დროიდან მთავრობს სანგრებში და ესე იგი ნოე ჟორდანიას უგუნურ პოლიტიკას ემსხვერპლენ ეს ახალგაზრდებიო ისე აგერ გვესმის მთელი ეს პერიოდი რომ თურმე მარო მაყაშვილი მოუკლავს იმ თავრობას. ისე როგორც 2008 წლის ომთან მიმართებაშიც ეს პარადიგმა ამის განმეორება ხდება, რომ აი ქალს რო გააუპატიურებენ, მოკლე კაბა რო ეცვა, მისი ბრალია, მსხვერპლის ბრალია ეს. და არა აგრესორის და არა მოძალადის, ხო? ამ ესე იგი რომ მსხვერპლის ბრალია და რომ მსხვერპლი თავისუფლების ბრძოლაში გაღებული მსხვერპლი არის ფუჭი და ამაო. აქედან გამომდინარე წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. ეს პარადიგმა ამოტივტივდა ისევ და ისევ ხდება ამის ჩვენს თავზე მოხოვა. ეხლა რა უნდა დაუპირისპიროთ ამას? პირველ რიგში ეს მეხსიერებაზე არის საუბარი და ეს დღევანდელი აქციაც რომელიც დახუნძლული იყო ამ მეხსიერების თემებით და სხვა შორის აი ზოგადი რო არ გამომივიდეს ის ადგილი სადაც ყოველ დღე იმართება აქცია რაოდენ დაჩეხილია ჩვენი საზოგადოების კოლექტიური მეხსიერება პარლამენტის წინ აი ბუჩქები და ის სადაც არის ეს ტერიტორია სადაც ყოველ დღე იმართება ჩვენი პროტესტი და არის აი ტრადიციული პროტესტის ადგილი ეს ადგილიც შეიძლება ბევრმა არ იცის რომ არის ყოფილი სასაფლაო სწორედ აი მაშინ სობოროს ეზოში სწორედ 21 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოეწყო ეს საძმო სასაფლაო სადაც იყვნენ დაკრძალული იუნკრები, მოხალისეები, სტუდენტები, მათ შორის მარო მაყაშვილიც აი სწორედ აქ იყო დაკრძალული და წლების განმავლობაში ეს ადგილი ჩამოყალიბდა მეხსიერების და გლოვის ადგილად, როცა აკრძალული იყო უკვე შემდეგ, როცა ტოტალიტარული რეჟიმი ყალიბდებოდა, ადამიანები იქ მიდიოდნენ და მდუმარედ ასე, იმიტომ რომ ყველა მიცოდა ვინ იყო იქ დაკრძალული და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე ეს გაანადგურეს ლავრენტი ბერიას ინიციატივით ის ეკლესიას დაანგრიეს, მაგრამ რაც თავარია, ეს სასაფლაო გაანადგურეს და ამ გმირების ცვლები გადაყარეს ნაგავში იყო ეს მათი ობსესია რომ მეხსიერება წაშლილიყო, განადგურებულიყო და ჩვენი საზოგადოების კოლექტიური მეხსიერებიდან მთელი ეს კატაკლიზმები და ტრაგედიები წაშლილიყო და უნდა ვაღიაროთ რომ დიდწილად მათ ამ მიზანს მიაღწიეს და ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა არის დღეს ეს რომ ამ მეხსიერების რეკონსტრუქცია ჩვენ შევძელით მხოლოდ ნაწილობრივ და ახლა პროპაგანდის ისევ ამ ნიაღვარში ვართ ისევ ხდება ამ საბჭოთა პარადიგმების ასე ვთქვათ ხელახლა თავს მოხვევა რომ ეს თლათ ესე იგი არა გვაქვს ჩვენ საფუძველი რომ ვილაპარაკოთ ოკუპაციაზე. თლათ ოკუპაცია არ იყო, იქაც ხო იყვნენ ქართველები. აგერ პარლამენტის თავმჯდომარის იმაში ეწერა დღეს, რომ რაღაც შიდა ბრძოლა იყო ბოლშევიკებს და მენშევიკებს შორის და აგერ ვითარდებოდა თუ მეცნიერება და ხო, ანუ ახლა ძერჟინსკი ნაწილი მართალია, მართლა ქართველები იყვნენ. მაგრამ მაგაზე ანუ ფელიქს ძერჟინსკი რო პოლონელი იყო, ამიტომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ლეგალურია და პოლონეთის ოკუპაცია და ის სისხლის მდინარეები, რაც სიტყვაზე იქ დადგა KGB-ს თუ რაც იყო წინამორბედი, ერთ-ერთი პირველი დირექტორი
ლატველი იყო წარმოშობით. ბოლშევიკები ეს კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც კაცობრიობას 10 მილიონობით მსხვერპლი მოუტანა, ინტერნაციონალური რაღაც ესეთი უნიკალური ცუდი გაგებით ისედაც იდეოლოგიურად ეთნიკური საზღვრების უარყოფელი ხალხი იყო და ნაციონალური სახელმწიფოების სოფლიო რევოლუციას ესწრაფოდნენ, ამაში იდეოლოგიური მიზანი მაინც ჰქონდა. განსხვავებით დღევანდელი ქართველი ბოლშევიკებისაგან.